ზედამხედველობის უფროს გიორგი ბეჟანიძის აცილება მოითხოვა, იმიტომ რომ არის დაინტერესებული მხარე. შემდეგ გარემოებების გამო 2023 წლის 3 ივლისს გიორგი ბეჟანიძემ გამოიტანა დადგენილება შეფეს ხავანა დაჯარიმების თაობაზე 25000 ლარით და დემონტაჟის თაობაზე და დადგენილებაში მიუთითა, რომ დავით მოწყობილი აწარმოებდა საამშენებლო სამუშაოებს. თუმცა 2022 წლის 24 აგვისტოს მერ ქათამაძეს ალბათ იცით, ქათამაძე კი არა, ზოიძეს და მოწყობის შორის გაცემული იყო ეს რა ქვია, დადებული იყო ხელშეკრულება იჯარის აღების თაობაზე ფართის და მითითებული იყო, რომ ესკიზი შეთანხმებული იყო მერიასთან. თუ ესკიზი შეთანხმებული იყო მერიასთან, ბეჟანიძე ელემენტარულად უკანონმშენებლობაზე ვერავის ვერ დააჯარიმებდა. ერთადერთი რაც ბეჟანიძეს შეეძლო, უნდა ჩაეხედა ხელშეკრულებაში და ხელშეკრულება ითვალისწინებდა თვითონ თუ მერია სჭირდებოდა ეს პარტი, რა სამართლებრივი მოქმედებები უნდა განეხორციელებინა. შემდეგ წავედით ჩვენ სასამართლოში, მოსამართლემ დაახლოებით 48 საათში შეაჩერა ეს უკანონო ბრძანება. ადმინისტრაციული აქტი მეგობრებო არის შეჩერებული 2023 წლის. ერთი და იგივე მხარეებს შორის და ეს ბეჟანიძემ კარგად იცის, იმიტომ რომ მოპასუხია იმ საქმეში და ჩავარებული აქვს საქმის მასალები. გავიდა 2 წელი, ადმინისტრაციული აქტი შეჩერებულია. მოვიდა დიდთოვლობა, ჰავანარი ჩამონგრეული და იქ ვერაფერს ვერ წააშერებ, ვერც დაანგრევ. ფაქტობრივად 2022 წლის აგვისტოს ხელშეკრულება რომ გაგრძელებულია პატივცემლო მე. იქიდან დასტურდება ესა. ნუ ეხლა ხო ხართ შემსრულებელი? არა ხართ. ნუ რა ვიცი, მერი ითვლებით ჩემი აზრით. ხო და იმიტომ კანონში წერია მერი იხილავს, ამიტომ მერი ბრძანდებით. ამიტომ რა ქვია, რა ხდება? ჰავანას დღეს ფლობელობაში აქვს ეს პარტი. 559 მუხლის თანახმად ხელშეკრულება არის გაგრძელებული, იმიტომ რომ გამოთხოვა მერის მხრიდან არ ყოფილა, ეგეთ დოკუმენტი არ არსებობს. თორე სასამართლოში შესაძლებელი შემოტანილია, თორე წარმოადგენდნენ, ხო ეგრეა. ამიტომ მივიდა ეხლა, ხელახლა დააჯარიმა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კლასიკური თანამდებობის უფლებამოსილების რეგლამენტება და ჩვენ პროკურატურასაც მივმართეთ, თეატროლოგიის კომისიასაც მივმართეთ და ავიც ერთ-ორ კვირაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანთ, როგორც ასაინძის. ქალბატონო, ეგრე ეცინებოდათ იცივე ის თენგიზ ასანიძეზე რომ შევიტანე ასლანაბადში დამცინო და მე ყველანი რომ დაიჭირეს იმის ცოლები მე დამდევდნენ გუშველეო. ქონებები რომ გაუყიდეთ. მე სიამოვნებისგან გამიცინე. არა, იყო ეს პრეცედენტი. ეს პრეცედენტი იყო, როცა ვიღაცამ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება. მოხდომ თუ არ გაწყდა სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი არის დაინტერესებული პირი, როგორც დაინტერესებული პირი უნდა ჩამოცილებული იქნოს საქმის განხილვიდან და მე დავაყენებ შემომგებლობას მის დაკითხვას. ხო, მაგრამ ის არ იხილავს ამ წარმოებას, ის მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა. დაუშვებლობაზეა ლაპარაკი და არა განხილვაზე. მაშინ მერს დავუყენებდი აცილებას. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა. ადმინისტრაციულ მოწარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობს ადმინისტრაციულ ორგანოს ის თანამდებობები, რომელმაც წერია თვითონ არის დაინტერესებული მხარის საქმეში აქ პუნქტი. ჩვენ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, ეს კაცო საბრალდოს კამზე უნდა იჩნდეს, აქედან გამომდინარე, პირზე რომელსაც თვლი რომ უნდა იჩნდეს საბრალდოს კამზე, ადამიანი მონაწილეობს საქმეში. ეს ანომალიური ფაქტია, ამიტომ უნდა იქნას დაცილებული. ხო, განმარტავთ მაშინ მონაწილეობთან დაკავშირებით. ხა გიორგი ბეჟანიძის მონაწილეობა და ზოგადად ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობა. მხოლოდ იმ ნაწილით არის განსაზღვრული, რომ მათ ჩვენ ვიხილავთ მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერებას. მერი იხილავს და არა თუ მე იხილავს მისი აქტის კანონიერებას. ამიტომ მას როგორც მონაწილე უნდა დაიკითხოს, რამდენად სწორად გამოსცა მე დავიკითხო, ჩვენმა დავიკითხო. კი ბატონო, ის როგორც დაკითხვის რეჟიმში ის ვერ მიიღებს მონაწილეობას და არც გადაწყვეტილების მიმღები არ არის. ის როგორც პირი, როგორც თქვენ ამბობთ არასწორია, მოდი შუამდგომლობას დავამატებ, აცილებული იქნოს საქმე და დაიკითხოთ როგორც პირი. მაშინ ეგრე დავაყენებ. და ისედაც მასია. მასი არა. კანონში როგორც წერია, მოდ დავუწოთ კანონი, იმიტომ რომ ეს საქმე საწავო ჩვენ არავინ არ ვიცით. ამიტომ მოდ დავუწოთ კანონი. ამიტომ ამაცილო როგორც მონაწილე პირი და დავკითხოთ როგორც მოწმე. ამას აი ვთვლი ესე. კი ბატონო, ეს ისედაც ასე იყო. არა, ისედაც ასე. კი ბატონო, მაგაში როგორც მხარე ავაცილებ და როგორც მოწმე დავკითხო. როგორც მხარე ის არ უნდა მონაწილეობდეს. დაუშვებელია წერია პირდაპირ. უბრალოდ როცა წარმოებაში ჩვენ ვიცით როგორც მხარეს
არიან ჩვენ ერთნაირად ვაზრობთ მაგრამ გავასწოროთ აცილებული იქნება როგორც ხარე დაიკითხოთ როგორც მოწმე ალბათ დაიკითხება როგორც მე დავაკეთე შემოხმარება პატიცებული მერის წინაშე როცა შემოვიტანე მე საჩივარი რომ გამოთხოვილი ყოფილიყო თქვენთან დადებული ხელშეკრულება და თუ ვერ გამოითხოვეთ მე მოვიპოვე და შემიძლია წარმოგიდგინოთ კი გვაქვს გამოითხოვეთ ხო 2019 წელს ამ ადამიანმა გაიმარჯვა ელექტრონულ აუქციონში და მერია ეს ჩემზე კარგად იცის მათ გადასცა იჯარით აღნიშნული ფაქტი ალბათ ამეთანხმები კარგად იცით ხელშეკრულებაში წერი არის ყველა ხელშეკრულება მაკეტი შეთანხმებული იქნას მერიასთან ესე ხელშეკრულებაში წერია ბატონო მე რომ მაკეტია შეთანხმებული მერიასთან მაგრამ ბეჟანიძე მიდის და ამტკიცებს რომ უკანონო მშენებლობას ხომ ადგილი შეთანხმებული თუ შეთანხმებულია მერიასთან მაკეტი რანაირად არის უკანონო მშენებლობა თუ მაინც გინდა რომ რამე გააკეთო ადმინისტრაციული კოდექსი გეუბნება რა უნდა გააკეთო სამოქალაქო კოდექსი გეუბნება რა უნდა გააკეთო თვითონ ხელშეკრულება გეუბნება რა უნდა გააკეთო არა მიდის და რაც ხელშეკრულებაში წერია იღებს იმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას როგორ შეიძლება სამართლებრივად ნორმალურ სახელმწიფოში მაკეტი შეთანხმებული იყოს მერიასთან ეს არის ზოიძესთან ხელშეკრულება 2022 აგვისტო და თანამდებობის პირმა თვალსწინ იქნა უკანონო მშენებლობა სწორედ ამიტომ 2023 წელს გავიქცეულო მე რომ წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს როდესაც ბატონმა ბეჟანიძემ გამოიტანა დადგენილება დაჯერიმებას და სასამართლომ შეაჩერა ეს აქტი არის დღეს კანონიერ ძალაში და თქვენ იცით ეს რას ნიშნავს ბატონი მე წინაშე გავაკეთე შემოგვიყვება ვიცა ჩამოქრენდა განადგურებოდა პატიცებული მე მეთანხმება აქეთა გამომდინარე აზრი რას გეთანხმებით სამოსვლაზე არა განადგურებული რო არის განადგურებული ჩვენს მიერ ხო არის არა ვიცით რომ განადგურებულია უკუმით ხარ ვიცით რომ განადგურებული ხო ზარალი რაღაც მიყენებულია კიდო ვიცით რომ ხო თუ ვიცით რომ განადგურებული აღარ მინდა არა ზარალი მიყენებული კი განადგურებული ეს კომარი თქვენ ბრძალეთ არაფერი არ მეთქი ამას არა თქვენ ბრძალეთ რომ არის განადგურებული ზარალი მიყენებული ჩანდა რომ რაღაც მიყენებულია რაღაც არა 900.000 ხო არა ეს მე არ დამეთვლია რაღაც ზარალი მყავს მიყენებული ვიზუალურად ჩატო მე 900.000 ხო ეს არ ვიცი წარმოგიდგინე ფიქსებული 900.000 მოსე თქვენ ხო ისა იცით რომ 900.000-ზე ზიარისა იმადი წარმოგიდგენია გასწორდა ანუ წარმოგიდგენია მე მას ანუ კარგია ეგ იცით რომ ვიზუალურად რო რაც შეიძლება ძალიან მიყენებული ობიექტი ანუ რა მიყოყოფილებ ჩაწერეთ იმაში ანუ სადავარ სადავარ და იმანი ძალიან კარგი კი ბატონო ასევე შუამდგომლობის იმაში მე რაც მეწერა გარდაში რომ იმიტომ უნდა გავიგეთ რომ იქ ელემენტარულად ჩაქუჩის მითქაც კი არ შეიძლება რომ ჩამოინკრება აი კიდევ მაგის დადასტურება მინდოდა თუ სადავ არ არის პრობლემა არ არის ეხლა მაშინ ჩვენი პოზიცია ისა მოპასუხე ისა უკაცრავად მოპასუხე პოზიცია ვინ ჩამოყალიბებს ხო მოპასუხე ანუ ზედამხედველობის სამსახურიდან კი ვინ მე მოიყვანეთ მაშინ აი ესენი იმ ზომა რა ციგანით ფართობით კარგი ეხლა შეკითხვების სტადიაზე მაგრამ შეკითხვების სტადიაზე მაგრამ გეტყვი მაინც ხელშეკრულებაში პატენციური წერია ეს შეთანხმებულია მერიასთან თქვენ დადგენილებაში დააჯარიმეთ ადამიანი უკანონო მშენებლობის ერთი წუთი და არა ზომების დარღვევისათვის თქვენ რას დააჯარიმეთ ის შემოვიტანეთ თუ ზომებზე დაიწყებთ დავას ეგ სხვა დავისაგან ხო რა ზედამხედველობის სამსახურმა ბატონ დავითარის მიმართებაში აი საჯარიმო სანქციების გამოყენება დაიწყო მას შემდეგ რაც იმ გაბარიტებს გაშორდა რაც იყო თქვა შეთანხმებული აი ამის შემართება ვიცი ხო ამის შემდეგ დაიწყო ჩვენ შორის უკაცრავ ეს იწერება ამის შემდეგ დაიწყო ჩვენ შორის შეიძლება რომ ის რა შევაჩერო ისე ჩატერეთ ამის შემდეგ დაიწყო დავა ბატონ დავა გაბარიტებთან მიმართებაში კი ბატონო ძალიან კარგი ხო ბატონო ხელშეკრულება საქართველოს ჯარის შეშფოთება ყველას შენ მომწვიდე ერთი მე ვარ შენ წარმოგიდგენია ერთი წუთი ერთი არ უყავ პოტაჟი პაპატ მე რა მე რო პატარა შენ მე კითხო პასუხს ეს მე დააბინცეს ხელშეკრულების
სამუშაოები მიმდინარეობდა და სამუშაოები როგორც ამიტებაში აღნიშნული და დემონტაჟი გადაწყვეტილება მიიღო რანაირად სამშენებლო სამუშაოები აბა ეხლა ჩაგუჩრო და არ ხარ თავში დაგეცევა იმიტომ თქვი რომ გავიდეთ და ვნახოთ მე იქ ჩაკუს მიარქვა და ჩავაჭირო იქ ხომ და აღდგეს მე თქვენ რა ვფიქრობთ ხო მაგრამ უნდა აღდგეს მაგრამ როცა კანონიერი დაიშალოს უნდა ჯო კანონიერი საფუძველი გვექნება მე და გავაკეთებ ხელშეკრულება უარყია თუ არა და გიში ყარა აბა თქვენი ზამოთ რომ მოქმედებს ხელშეკრულება არა გასაგებია მაგრამ ამის შემდეგ როცა გაძებდეთ მაშინ არა უყურე ეგრე არ არის აღდგე ხელშეკრულება მოქმედებს მაგრამ თუ ჩვენ დავუწყებთ სამუშაოებს ალბათ მოქმედებს ხელშეკრულება სამუშაოები მიდიოდა დემონტაჟი მიდიოდა დავათქვა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდიოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდიოდა დიახ ჩათვალა ასე დაფუძნებელ სამუშაოებს და შეადგინა მითითება რაც მიეცა რაო და ხო მე რო შედგა შემოწმების აქტი იგივე სიტუაცია მიდიოდა შემდეგ ხება გაიგზავნა გამოვიდა კანონის შესაბამისად და მიიღო დადგენილება რაც მიიღო დაჯერებების შეჯერებისა დემონტაჟის შესახებ. ამის შემდეგ გავიზარდა და გამეორებული ჯარიმა მე რომ მიხვედით გარემოებით ჯარიმა და ციკად საფუჩებს ვთხოვდე და გადაღებული გააქვთ არა ჩამონგრეულია და იქ ვერაფერს ვერ ააშენებთ. ანუ ვერ დამეთანხმეთ თქვენ უკვე ხარეთ გამოდიხართ რა შუაში ვერ დამეთანხმებით. მე ხლა თქვენ აცილებას დავაყენებ, იმიტომ რომ თქვენ ხარეთ დაფიქსირდით. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება როგორც მე ვაყენებ აცილებას. აფიქსირებმა მერმა განაცხადა რომ ვერ დამეთანხმება. მერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე მე დაფიქსირდა როგორც ხარე და მე ვაყენებ ის აცილებას როგორც არაობიექტური პირი. კი ბატონო, ისა ეს დავაფიქსიროთ აქ გვესწრებიან იღებენ და მეუბნებით რომ ისაო რა ქვიაო არაო თქვენ უნდა მომისმინოთ და გადაწყვეტილება მიიღოთ ეს იგი წინასწარ იცით რა გადაწყვეტილებას მიიღე აბა რატომ მეუბნებით რომ არა რა შემეკითხე არაო მეკითხე არა მითხარი მე ვიტყოდ თქვენ აცილება თქვენ არაობიექტური ხართ იმიტომ რომ ხარი სასარგებლო პოზიცია დაიკავეთ აი ეხლა შემეპასუხეთ რომ არა თქვენ უნდა მოусმინოთ მე მომისმინოთ იმას მოусმინოთ და თქვენ თქვით რომ არა შემეპა ისა დაფიქსირეთ თქვენი აზრი კანონ თქვენ უფლება არ აქვს რომ განიხილოთ და ვითხოვთ თქვენ აცილებას შეგეკითხეთ არა უფლება შეგეკითხების სტადიაზე ვარ არა შეგეკითხეთ რა უნდა შეგეკითხო ბატონო ადმინისტრაციული კოდექსი არის წინ აბა ეგეთ ადმინისტრაციული კოდექსი არა ხო იცით ადმინისტრაციული კარგი ბატონო ადმინისტრაციული არ მით და შემეკითხო როგორ შეიძლება ისული არა ჩემო კაცო თქვენ თქვით რომ არაო ადამიანმა თქვა დემონტაჟი მიდიოდა და გამოუსწორე მე მითხარით ეს მიდის პირდაპირ ჩაწერა ყველა მიცის ყველა ამბო თქვენ ობიექტური არხა და დიფენი პაციენტებად და ვიც უნდა დაამბილოთ აიცილეთ საკუთარი თავი იმიტომ რომ ის რა ქვია ამას გავასაჩინებ აუცილებლად ხარ და ობიექტური და ვიტყო აცილებას აიცილეთ თავის კი გაძლევთ წინადადებად თქვენ ინტერესებს შეგიძლია იმიტომ დააფიქსირეთ თქვენი აზრი და არ მიდის გადაგება ისა თქვენ ამიღოთ გადაწყვეტილება თვითაცილებაზე გესმით იურისთან გაიარეთ კონსულტაცია სხვა და არა უნდა იცილოთ შეიძლება შეიძლება ვისაუბროთ არა არ შეიძლება უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მერმა შეგვიძლია შესაძლოა გამოცხადო კი ბატონო დაუხსენეთ რომ გაიჩიოთ უთხარი არა აბა თვითონ შესაძლებას მოვიხენებ კი ბატონო ჩვენ გავაკ თქვენ კი ბატონო არა შეგიძლია ანუ თუ გაყვეთ და გაიარეთ მაგრამ უფლება გააქვთ ეს არის სამართლებრივი გამარჯვება ჩვენ ვიცით ბატონო მინდა რატომ აიცილეთ თქვენ ამ სხდომისგან თავი შეგიძლიათ იღავით მაგ და მოусმინეთ ანუ თქვენ დაგადანაშაულათ იმაში რომ ხარეთ წარმოაჩინეთ ამ თავს მაშინ რატო დატოვეთ ეს სხდომა ეს სამსახური მოგაგვით ყველაფერს
გადაგანაშაულად იმას, რომ ხარი ხარ და არაობიექტური. როცა პოზიცია დააფიქსირეთ ამ ფონზე, რამდენად შესაძლებელია, რომ თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღონ? პრეს-ცენტრი მოყართავთ ყველა. ჩვენ უნდა დავიდეთ და ნახოთ იქ შენებლობა შეიძლება თუ არა მიმდინარეობდა. იქ არის ჩამონგრეული, ჩამოწეული ადგილიდან რა გაკეთდა, ხო დავინახო მოსამზადებელი სამუშაოები ერთი წუთი, მოსამზადებელი სამუშაოები არა. მეგობრებო, მომსმენ, პატიცამო. სახეობა ერთობჯერებული. სახეობა. ერთი წუთი რა, ხახო. სახეობა, არა სახეობა. აი ჟურნალისტები მე მივეცი მკითხებულება. თქვენი ისა რა ქვია, დადგენილება. მე დავიტოვე გლობალ ბევრი მქონდა და იქ იწერია. დაჯარიმდა ეს მშენებლობის წარმოებასა. მოსამზადებელი სამუშაოები. მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოებს ერთი დაწერია. თურმე დაჯარიმებულა მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოებს დაჯარიმდა. ისთვის დაჯარიმდა? სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში შეიძლება მოსამზადებელი სამუშაოები მიწის. ან დაჯარიმდა მოსამზადებელი სამუშაოების გამოწყობა და ასე. ესე დაჯარიმდა მოსამზადებელი ხო აიგე მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებისათვის. ძალიან კარგი. ხო, დაჯარიმდა მოსამზადებელი სამუშაოები. მაგრამ პატივცემულო. მშენებლობას არ ახორციელებდა ხო თვითონ ობიექტი. მოსამზადებელი სამუშაოები დაძაბული. ანუ მშენებლობას ახორციელებდა. ამიტომ პატივცემულო უნდა გამოვიდეთ და ნახოთ იქ შეიძლება თუ რა მშენებლობის განხორციელება. 97 ან დამეთანხმეთ რომ მშენებლობას არ აკეთებდა. ორი ვარიანტია, ანუ დამეთანხმოთ, ანუ გამოვიდეთ და 97 აი წარიკითხეთ. ფიცებულების გამოკვლევა ადმინისტრაციის წარმოებაში. თურმე მშენებლობას ვაწარმოებდით აქ. ჩამოინგრა და აი მშენებლობაზე დამაჯარიმეს. თურმე რომ ჩამონგრეული. ჩამოვიდა ზეტის რა ქვია? ჩამოწვა ესა. გარეთ არაფერი არ მომხდარა, არაფერი აშენებულა ვერ დავაშენებთ. ჩამოინგრა. აი ეს არის. ეს არის აი ეს არის ხალხო ცირცხვი. აი ამაზე დაგვაჯარი. ეგეთი რამე. უბრალოდ ეს ჯობია რომ ვაფშე არ უნდა გავიდეს აქედან რა. ფაქტია რომ ეს არის უბინძურეს შეტევა პატიოსთან კერძო მეწარმეზე. კარგია რომ ჟურნალისტები ესწრებოდნენ და თქვენ თვალით ნახეთ. შეპესე ჰავანა, კაფე ბარი ჰავანა ხალხო დააჯარიმეს უკანონო მშენებლობისათვის. პირდაპირ აქტში მითითებულია რომ მოხდა უკანონო მშენებლობა. დავაყენე შუამდგომლობა, მერმა დააკმაყოფილა, მოვიდა და ნახა რომ უკანონო მშენებლობა აქ არის წარმოუდგენელი. მე ვსვავ კითხვას. პროკურატურა, რომელსაც მე მივმართე 2023 წელს უკანონოდ დააჯარიმა ჰავანა და სასამართლომ შეაჩერა განჩინებით, რომ ყოფილიყო დაინტერესებდა ეფექტური გამოძიება ჩაეტარებინა, აი ეს უბედურება არ მოხდებოდა. ყველა ვიზუალურად იცით რომ აქ მშენებლობა არ მიმდინარეობს. შემოდის ზედამხედველობის სამსახური და გამოაქვს დადგენილება დაჯარიმებაზე 25000 ლარით, შემდეგ 2 კვირის შემდეგ კიდე 25000 ლარით დაჯარიმება იმისათვის რომ თითქოს და მან არ შეასრულა მითითება და აგრძელებდა მშენებლობას. აქ რო ელემენტარულად ჩაკუჩი მიარტყა და მშენებლობა დაიწყო, ჩამოინგრევა და მოკვდები ადამიანი. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, ეს არის ჩემი აზრით. ან პოლიტიკური დაკვეთა, ან ფინანსური დაკვეთა, ან ვიღაცის უზნეო დაკვეთა, ან ვიღაცის თანამდებობის ბროტა